და ასევე შეგახსენებთ ინფორმაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა სამოქალაქო ფორუმში ჩაცმული 15 ადამიანი შემოვიდა ცოტა ხნის წინ მაესტროს ტერიტორიაზე, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ეს ადამიანები საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ახლა კი მამუკა ღლონცს უბრუნდებით, რომელმაც საგანგებო განცხადება უნდა გააკეთოს. გისმენთ ბატონო მამუკა. მე გარედან ჟურნალისტებმა შემატყობინეს, რომ გარდა ებისა, რომ 15 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პიროვნება შემოვიდა მაესტროს პერიმეტრზე, ძალიან დიდი რაოდენობით გარეთ არიან ასევე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები, სავარაუდოდ კუდი, სოდი თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხი არ ვიცი. მე უკვე იძულებული ვარ მიმართო საზოგადოებას მობრძანდით ნუცუბიძის 93-ში ყოველგვარი კანონის დაცვით, ოღონდ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ერთად დავიცვათ მაესტრო ამღამე მოსალოდნელი ხიფათისგან. თუ საზოგადოება დღეს მაესტროს არ დაუდგება გვერდში, დიდი ვარაუდით მაესტრო ეთერში ალბათ ამღამეს გამორთული იქნება, ჩემი ვარაუდით ამხელა კონცენტრაცია ამ ადამიანების მაძლევს იმის საფუძველს, რომ მათ ცუდი ზრახვები აქვთ. ასე რომ მე საზოგადოებას ვთხოვ, ყოველგვარი აუცილებლად კანონის დაცვით მობრძანდით ნუცუბიძის 93-ში. თუმცა თქვენ რჩებით შენობის ტერიტორიაზე, მანამ სანამ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ. მე რჩები აქ მანამ, სანამ ძალით არ გამიყვანენ აქედან. დიდი მადლობა ბატონო მამუკა, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ესკო მამუკა ღლონტი, რომელმაც საგანგებო განცხადება გააკეთა და მოუწოდა მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს ნუცუბიძის 93-თან შეეგრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადონ ტელეკომპანია მაესტროს.